მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა გაიცანით 15 წუთში, მე კი მის წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი სტუმარია ირაკლი გაგლიაშვილი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. თამაშობს სპექტაკლში მე გადმოვცურავ ზღვას, ისტორიის გაკვეთილი და სხვა. არის რამდენიმე სიმღერის ავტორიც. არასდროს დავთმობ ხელოვნებას. თუ ვინმეს უნდა რომ გამანადგუროს, ხელოვნება უნდა წამართვას. ამბობს ირაკლი. გამარჯობა ირაკლი, როგორ ხარ? გამარჯობა, მადლობა, კარგად, როგორ ხარ? მეც კარგად, მადლობა. მზად ხარ, გულწრფელი იყო? რა თქმა უნდა. მაშინ დავიწყოთ. დავიწყოთ. როგორია შენი იდეალური დღე? ჩემი იდეალური დღე აუცილებლად უკავშირდება სცენას. და დილიდანვე ის სამზადისის ნერვიულობა, მღელვარება, რომელიც საბოლოო ჯამში სასიამოვნო უნდა აღმოჩნდეს. აი ესეთი იქნება ჩემი იდეალური დღე, იმიტომ რომ ეს თეატრში გატარებული პროცესი, სანამ დაიწყება სპექტაკლი, მერე უკვე სპექტაკლის მიმდინარეობა და ბოლოს უკვე რისთვისაც ცოცხლობთ მსახიობები, ეს არის პაკლონი, ამას დიდი ბედნიერება არ არის. ეს არის ყველაზე იდეალური დღე ჩემთვის. რისთვის ხარ მადლიერი? მადლიერი ვარ ცხოვრების ამ ეტაპზე იმით, რაც ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა და მომცა ის შანსები ცხოვრებაში, რა შანსებიც გამომიჩნდა, თუნდაც სასწავლებელში მოხვედრით, თუნდაც თეატრებში მოხვედრით და ასე შემდეგ. შენი ჰობი? ჰობი ალბათ სპორტი უფრო, იმიტომ რომ ხელოვნების დარგებს ვცდილობ რომ მოვეკიდო ისე როგორც საკუთარ პროფესიას და არა ჰობს, რაც უნდა სხვა განშტოება იყოს ეს და აცდენილი ჩემი კონკრეტული პროფესიისგან. რას ჩაიფიქრებდი, თუ კი ის სურვილი აუცილებლად აკიხდებოდა? ხო, მაგ ერთი ესეთი ოცნება ბავშვობიდან მინდოდა რომ ყოფილიყავი პირველი ქართველი მომღერალი, რომელიც დინამო არენას გაავსებდა და იმღერებდა მასწინაშე. ეს სასიმღერო მიმართულებით. სათეატრო მიმართულებით მგონია რომ ყველასი არა, მაგრამ ჩემი ნამდვილად არის რომელიმე თეატრის წინ საქართველოში ვარსკვლავი თუ დავიმსახურე მე. ესე იგი მიცხოვრია. ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი? აი მაგ შემთხვევაში არის მომენტები, როცა ორივე. არასდროს არ მქონია ის მომენტი, როცა მე ჩავიკეტო და რამე ვერ ვთქვა, ისე როგორც საჭირო, ან თავი ვერ გამოვავლინო, მაგრამ ეს ინტროვერტული მომენტებიც მაქვს, როცა მინდა რომ ეხა მარტო ვიყო და არავინ არ მელაპარაკოს იქ, სადაც ვარ უბრალოდ. საყვარელი ფერი? ეს მხატვრები ხო არ აღიარებენ მაგ ფერებს, მაგრამ ჩემთვის მაინც თეთრი არის, რავი. კასტინგები მარტივი გამოცდილებაა თუ სტრესული? ჩემთვის მარტივი, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ადამიანი მირჩევნია ეგრე იყოს, რომ შეგუებული იყოს იმას, რომ შეიძლება არ იყოს დადებითი პასუხი ყოველთვის და მაგაზე როცა ხარ შეგუებული, შენ უარი ვეღარ დაგსტრესავს და უნდა იცოდე, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. კახი კავსაც დადიოდე კასტინგებზე ბოლო-ბოლო. როცა ცუდ ხასიათზე ვარ? როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემთვის თერაპია ამ დროს არის სეირნობა. და ალბათ კომპანიონის გარეშე, იმიტომ რომ მაგ დროს საკუთარ თავთან ყველაზე მართალი ვარ, ყველაზე გულწრფელი ვარ. ყურსასმენში ჩემთვის სასიამოვნო სიმღერა და უბრალოდ ჩემს ქალაქში, თბილისში სეირნობა. სადილზე ნებისმიერი ადამიანის მოწვევა რომ შეგიძლოს ვის დაპატიჟებდი? ჟანრი ლოლაშვილს. ჩემს აიდოლს. როცა სადმე რეკავ, წინასწარ ამზადებ სათქმელს თუ არა? არა, ძირითად შემთხვევაში არა. რა შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? ჩემს ცხოვრებაში შევცვლიდი იმას, რომ მაქსიმალურად ამოვიღო სიზარმაცე ჩემი ცხოვრებიდან და მაქსიმალურად გავხდე მშრომელი, იმაზე მეტად ვიდრე ვარ. წარმოიდგინე, რომ შენ სახლ ცეცხლი წაეკიდა. ოჯახის წევრების გადარჩენის შემდეგ მხოლოდ ერთი ნივთის გადარჩენის შანსი გაქვს და რა იქნებოდა ეს ნივთი? ეგ ნივთი იქნებოდა ჩემი პირველი სპექტაკლის პიესა. ვინც ესე მიდევს საკინძული, ძველი ფურცლებით, გაყვითლებულია უკვე მტრისგან. რომელ ეპოქაში იცხოვრებდი?
1900 თბილისში. რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდი? წერალი. საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღია. საუკეთესო რჩევა, რომელიც მე მიღია. არის ცოტა სიტყვებს გავიხსენებ ზუსტად. ხო, არაკეთო ის, რაც შენი საქმე არ არის და აწიე ყვავილები და გაიღიმეო ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა. წიგნი, ფილმი, რომელმაც ღრმა გავლენა მოახდინა შენ ცხოვრებაზე. ფილმი არის სხვათა შორის ეგეთი კადრირება ძალიან იშვიათია და ბევრი არ იღებს მაგ კადრირებით ფილმს, როცა ადამიანს გონია რომ ფილმში თვითონ არის შიგნით. ეს არ არის ზუსტად დაყენებული სტატიური კამერები ან რელსზე ჩაბმული, GoPro-თი გადაღებული თავზე დამაგრებული კამერით, რომელიც უშუალოდ იღებს მონაწილეობას, ქვია, რაც ზემოთ ის ქვემოთ. ძალიან მაგარი ფილმია, რომელმაც მართლა გარდაქმნა მოახდინა ჩემში. სინანულის და მონანიების თავარ ასპექტებზეა აგებული და ძალიან საინტერესოა. და წიგნი არის მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, რომელიც რა დროსაც არ უნდა წაიკითხო, ყოველი წლის და თვის მერე დასასრულს იგებს სხვანაირად. არ ვიცი რანაირად მოახერხა ავტორმა ეს, მაგრამ არასდროს ერთი და იგივე აზრი არ გრჩება ამ წიგნის წაკითხვის მერე და ეს მართლა საოცარია. რომელი სუპერზალა გექნებოდა? ტელეპორტი. სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ. სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ, არ მაქვს. ან არ მახსენდება. არ ვიცი. საკვები, რომლის ჭამას არასდროს მოგვიზრდება. პიცა. რა საფასებ ადამიანში ყველაზე მეტად? სინამდვილეს და გულწრფელობას. რას არ დათმობ არასდროს? ხელოვნებას. აი, მე თუ ხელოვნება დავთმე ცხოვრებაში, ესე იგი ჩემი ცხოვრება და თუ ვინმეს უნდა რომ გამანადგუროს, ეს უნდა წამართვას და მე მოვჩები. რა ან ვინ გაძლევს мотиваციას? ალბათ ვიქნები ბანალური და ჩემი მშობლები. გიყვარს დაგეგმა თუ სპონტანურობა? სპონტანურობა. არაფერს არ გეგმავ საერთოდ. რისი გწამს? ღმერთის. შენი ზოდიაქო და გჯერა თუ არა ასტროლოგიის? ბერძის და თევზების გასაყარზე ვარ, მაგრამ არ მჯერა ასტროლოგიის საერთოდ. რომელი ფილმის რომელი პერსონაჟი იქნებოდი? ფილმის რომელი პერსონაჟი? ჯოკერს ვითამაშებდი. რამდენად ჯიუტი ხარ? ძალიან ჯიუტი ვარ. დათმობ თუ არა საყვარელი ადამიანის გამო შენს პრინციპებს? კი. მიყვარდეს ისე, რომ დამათმობინოს და უცილებლად დავთმო. რომელი დღესასწაულის აღნიშვნა გიყვარს ყველაზე მეტად ოჯახში და მეგობრებთან ერთად? ჩემთვის დღესასწაულებზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ დღესასწაული, რომელიც არ ვიცი, ჩემ დაუნებურად დაიბადა ის, რომ აი როგორც კი უკვე გააზრებულია ასაკი მომივიდა, მაგ დროს აი ავტომატურად შემიყვარდა და რატო არ ვიცი, მაგრამ შობაზე გიჟდები. აი არ ვიცი მაგ დღეს რას ვგრძნობ ორგანიზმში, მაგრამ ჩემთვის პირველი. ოცნების ადგილი სამოგზაუროდ. რიო დე ჟანეირო. ყველაზე სანდო ადამიანი შენ ცხოვრებაში? ისე ძალიან ბანალური უნდა ვიყო და დედა და მამა. საყვარელი სასმელი? ღვინო. რა არის თეატრალური შენთვის? თეატრალური არის ჩემთვის ადგილი, სადაც მე უნდა მივიღო ის განათლება, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო. ყველაზე ხშირად როდის აკრიტიკებ საკუთარ თავს? ან სეტზე, კამერის წინ, ან უკვე როცა მორჩება სპექტაკლი, იმიტომ რომ არასდროს სააცუდია, მაგრამ არასდროს არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. შენი ნათამაშები როლებიდან რომელი პერსონაჟი იქნებოდი დარჩენილი ცხოვრება? არც ერთი. აი სულ ეგრო ვიყო არც ერთი. რა არის შენთვის სამშობლო? ყველაფერი ალბათ. იმიტომ რომ აქ დავიბადე, ამ ენაზე ვლაპარაკობ.
და ჩემს არც ერთ რეალობას, არც ერთ პარალელურ სამყაროში არ წარმოვიდგენ, რომ იქნება აი ამ ქვეყნის გარდა სადმე. მარტო აქ განვიხილავ ყველანაირ მომავალს ჩემსას. ვინ გინდა იყო მომავალში? რევოლუციონერი. ოღონდ არა პოლიტიკური ნიშან-თვისებით, რა თქმა უნდა, ხელოვნების მიმართულებით, რაღაც გრანდიოზულ შეცვლისეც, რომ ეს დარჩება თაობებს. რა გაბრაზებს ყველაზე მარტივად? ყველაზე მარტივად მაბრაზებს ისეთ რაღაცაზე შეკამათება, რაშიც ვიცი, რომ ზუსტად მართალი ვარ და ძალიან ხშირად მგონია, რომ მართალი ვარ. ეს კიდეც ძალკე პრობლემაა ჩემი. რისი ფობია გაქვს? გველების ტიტანოფობია მაქვს. ტელეფონში რომ ერთი აპლიკაციის დატოვება შეგეძლოს, რომელს დატოვებდი? Spotify-ს. გირჩევნია ფილმი ბედნიერი თუ სევდიანი დასასრულით? სევდიანი. ითამაშა დადებითი თუ უარყოფითი როლი? დადებითი. იყო ღარიბი და ბედნიერი თუ მდიდარი და უბედური? ღარიბი და ბედნიერი, ყოველთვის ყველა ალტერნატივაში. იცოდი 10 უცხო ენა თუ შეგეძლოს ცხოველებთან საუბარი? აურა, კაი გითხრა. ალბათ მაინც უფრო 10 უცხო, მაგრამ ძალიან კაია ცხოველების ენაც რო ის. არა 10 უცხო. რითი მოქმედებ, გულით თუ გონებით? გულით ყოველთვის. შენი კუმირი? ჟანი ლოლაშვილი. ახლიდან დაიბადა წარსულში თუ მომავალში? წარსულში ყოველთვის, იმიტომ რომ არასდროს არ მქონია სრული მომავალი ვნახო. როგორ ფიქრობ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? სიკვდილი ჩემთვის არის ისეთ სამყაროში გადასვლა, რომ უფრო სწორად რო გიპასუხო, ჩემთვის სიკვდილი არის რაღაც უფრო ახალის და ბევრად დიდის დასაწყისი. ამიტომ ზუსტად რა თქმა უნდა, არავინ არ ვიცით იქ რა ხდება, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ინტერესი აქვს იმას იქ რა ხდება, იმიტომ რომ ეს პლაცდარმია რაღაც იქაური სამყაროს. პირველი ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი? პირველი გაჩნდა ქათამი, ღმერთმა შექმნა ქათამი და მე იმან დადო კვერცხი. აი მაგის ჯერა. იქნებოდი მუდამ ახალგაზრდა თუ ყველაფერს აქვს დასასრული? ხო, ყველაფერს აქვს დასასრული. რამდენად მარტივი ან რთული პიროვნება ხარ? გონია რომ მარტივი ვარ ურთიერთობის საწყის ეტაპზე. არავის არ მგონია რომ პრობლემას შეუქმნე განსაკუთრებულს, მაგრამ აი უკვე ღრმა ურთიერთობაში მგონია რომ თქო მარტივია სატანიც არ უნდა ვიყო. კითხვა რომელზე პასუხსაც ვერ პოულობ. კითხვა რომელზე პასუხსაც ვერ პოულობ. არის რაღაცა ძალიან ეს გამომდის რელიგიური მიმდინარეობით, მაგრამ ვინ არის ღმერთი, იმიტომ რომ ჩემთვის ის აბსოლუტია და თუ მაგაზე პასუხს გავიგებდი, მაშინ ჩემ წინა პასუხებსაც არ ექნებოდა აზრი, ამიტომ მაგაზე პასუხს ვერ პოულობ და ალბათ ვერც ვერასდროს ვერ ვიპოვებ. რა გინდა რომ დედამიწაზე შენი სახელით დატოვა? ჩემი სახელით? არ ვიცი. შვილები ალბათ. და ბოლოს მე ვარ მსახიობი. მადლობა ირაკლი სტუმრობისთვის. ერიკით, მადლობა. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. მადლობა დიდი. ეს იყო რუბრიკა გაიცანით 15 წუთში. მე კი მის წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი სტუმარი იყო ირაკლი გაგლიაშვილი. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ გადაცემაში ახალ საინტერესო სტუმართან ერთად.